საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, ჩვენ დღეს გავაგრძელებთ მუშაობას შუშანიკის წამების ტექსტის საკითხებზე, მესამე თავიდან, კერძოდ იმ ამბის შემდეგ, როდესაც იაკობ ხუცესმა და აფუც ეპისკოპოსმა შეიტყვეს, რომ შუშანიკი წასული იყო სახლიდან, ხოლო ვარსქენი გამაზდიანებული. იაკობ ხუცესმა იჩქარა, იგი სასწრაფოდ წამოვიდა დედოფლისკენ, რადგან მისი მიზანი იყო გაემხნევებინა იგი და შეწევნოდა რამენაირად საიმისოდ, რომ მას შეენარჩუნებინა ერთხელ გადაწყვეტილი თავდადება სარწმუნოებისათვის და ვარსქენის მხარეს არ გადასულიყო. ქმარს არ გადაებირებინა იგი. იაკობი ამბობს, მე მივისწრაფე და მივედო. იმიტომ ჩქარობდა, როგორც ჩანს, რომ მან იცოდა ვარსქენი და ვარსქენის ხალხი შეეცდებოდა დალაპარაკებოდნენ დედოფალს და თავისი ზეგავლენის ქვეშ მოექციათ. საუბარი მათ დაიწყეს იმით, რომ ვარსქენს რადგან განზრახვა ექნებოდა ყველანაირად ქრისტიანული სარწმუნოების შუქჩრდილების შესახებ საუბრისა, ან რაიმენაირი გზით მაზდიანობის უპირატესობის, ალბათ ძირითადად პოლიტიკური თვალსაზრისით უპირატესობის ჩვენებისა, ამიტომ იაკობ ხუცესი პირველ რიგში ცდილობს შეახსენოს წმინდა დედოფალს, როგორი სარწმუნოებაა ქრისტიანობა და როგორი თავდადება და სიყვარული მართებს ნებისმიერ ქრისტიანს ამ რელიგიის დასაცავად. ამიტომაც იგი ეუბნება, 8 წელსა დიდსა შესვლად ხარ დედოფალო, ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტესა, ნუ უკვე მტერმან ვითარცა სვილმან საძოვარი პოლ შენთანა. ეს რომ თქვათ, თანამედროვე ქართულით ნიშნავს, რომ დედოფალო დიდი 8 წლისთვის შეჭიდებას აპირებ და თუ ვერ შეინარჩუნებ ამას, თუ საამისო ძალას შენ თავში ვერ ხედავ, მაშინ არსებობს საფრთხე იმისა, რომ მტერმა შეგაცდინოსო და იგი მიმართავს ასეთ შედარებას. სვილი ჩვენებურად არის სირსველა, ანუ დაავადება კანისა, რომელიც შიგნიდან ფიტავს ხორცს და ისეთ დღეში აკდებს მას, თითქოს გაძოვილი იყოს ბალახივით. აი ამიტომაც სულხან საბამ ეს დაავადება ასე განმარტა, ხორცისა მძოვარიო. ანუ წმინდა შუშანიკს შეიძლება მტერმა გაუძოვოს, ჭყალებში რო ვთქვათ ეს, სული და მძიმე იყოს მისთვის ამგვარი ბრძოლა. ამიტომაც გააფრთხილა, რომ შეიძლება მტერმა სირსველასავით შემოგაპაროს რაიმე ტიპის ცდომილებანი. მაგრამ დედოფალმა საამისოდ მზადყოფნა გამოთქვა და მან უთხრა, მე 8 წელსა დიდსა გამზადებულ ვარ. მაშინ იაკობ ხუცესმა მოუწონა, რა თქმა უნდა, გაამხნევა დედოფალი და ის იყო, რომ უკვე ალბათ ამოსუნთქულიც ჰქონდა, ასე ვთქვათ, ანუ ის იყო, რომ უკვე იგრძნო იაკობ ხუცესმა, რომ დედოფალი კარგად დგას თავის განზრახვაზე, მტკიცედ დგას და არ აპირებს იგი უარყოს თავისი სარწმუნოება. შუშანიკის მიერ დასმულმა კითხვამ ცოტათი შეაკრთო, მე ვფიქრობ, იაკობი. უცბად დედოფალმა ჰკითხა, ჩემდა მარტო ისა არის ან ჭირნი ესე? ანუ გამოჩნდა, რომ მას მარტოობისა ეშინია. გარკვეულად ეშინია იმ დაპირისპირებისა, რომელიც მოუწევს ქმართან. ამიტომ იაკობმა გადაწყვიტა კვლავაც გაეგრძელებინა დედოფლის გასამხნევებელი საუბარი, რადგან გასაგებია თქვენთვისაც, რომ მარტო ხარ თუ ხალხთან ერთად ტკივილი მაინც უნდა გაწუხებდეს და ფიქრი მაინც გაგიჩნდება. ანუ ამ შემთხვევაში შუშანიკი ამჟღავნებს შიშს, რაც ჰაგიოგრაფიისთვის ბუნებრივი იყო. ჰაგიოგრაფი საგანგებოდ ასახავდა, რომ წმინდანი ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ ვართ. უბრალოდ მას აქვს უფრო მეტი თავდადება, უფრო მეტი სულიერი სიმტკიცე. და თუ კი წმინდანს შიში შეეპარება განსაცდელის წინაშე, მან შეიძლება ეს განსაცდელი ვერ გადალახოს. ამიტომაც კითხა იაკობ ხუცესმა ამის შესახებ, როცა მან უთხრა, ჩემდა მარტო ისა არის ან ჭირნი ესეო? იაკობმა გაამხნევა დედოფალი და უთხრა, შენი ჭირი არ არის მხოლოდ შენი ჭირი, არამედ შენ არახოლოდ დედოფალი ოდენიყავ, არამედ ჩვენ ყოველთა ვითარცა შვილთა გვხედევთ. ანუ მან გაუცნობიერა ამით დედოფალს, რომ იგი დედასავით არის, დედასავით ბაძავენ მას და დიდი მნიშვნელობა აქვს მის ყოველ საქციელსა თუ ყოველ სიტყვას. ამაზე დედოფალი მცირე ხანს დადუმდა და ამიტომ მე ვფიქრობ, ისევ გასამხნევებლად იაკობმა უთხრა,
მითხარი შენ შესახებ ყველაფერი, რომ მე აღვწერო. ჩვენ ეს ეპიზოდი ორი თვალსაზრისით გამოგვადგება. ერთი მხრივ ნათელი ხდება, რომ იაკობ ხუცესი მწერალია და ეს ძვირფასი ცნობა იმისათვის, რომ დავადგინოთ, რომ მას გარდა შუშანიკის წამებისა კიდევ სხვა რამეც ქონია დაწერილი. რაკიღაიკი ეკითხება ამას და დედოფალი არ გაიოცებს მის კითხვას. როგორც ჩანს, შუშანიკსაც მოეხსენებოდა, რომ იაკობი წერდა წმინდანთა შესახებ და ერთ-ერთი მისი ნაწარმოები იქნებოდა წმინდა შუშანიკის თავგადასავლის აღწერაც. დედოფალმა კითხვაზე კითხვითვე მიუგო. რა ისა მკითხავ მაგას? და უკვე იაკობი აღარ მოერიდა. მტკიცედ დგაა? ანუ ეს ნიშნავს მართლა მტკიცედ დგახარ? იმიტომ რომ ძველ ქართულში ეს გამოიყენებოდა როგორც კითხვის ნიშანი. დგაა, არსა, არისა და ასე შემდეგ. ესე იგი ეს ბოლოში გულისხმობს კითხვას. იაკობის უკვე პირდაპირ დასმულ კითხვაზე ნამდვილად მტკიცედ იყო თუ არა, წმინდა შუშანიკმა მიუგო, რომ მას ერჩია წამება და სიკვდილი, ვიდრე ვარსქენის თანამოძიარე გამხდარიყო და ვარსქენთან ერთად წარეწმიდა სული. ამაზე კიდევ ერთხელ შეახსენა იაკობ ხუცესმა, რომ ვარსქენ პიტიახში მეტად მწარე გონების ადამიანი იყო და სატანჯველსაც უცბად და ბევრს მოიგონებდა წმინდა შუშანიკისთვის, მაგრამ დედოფალმა ამაზე უპასუხა: უმჯობესა არ სჩემდა ხელთა მისთაგან სიკვდილი, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაი და წაწმედაი სულისა ჩემისაი. და იქვე მან დაიმოწმა პავლე მოციქული. ესეც ჩვენ ორი თვალსაზრისით გამოგვადგება. ერთი ეს გახლავთ, რომ განათლებას ამჟღავნებს შუშანიკი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის მეხუთე საუკუნე და მეხუთე საუკუნეში მცხოვრებმა ადამიანმა არა მხოლოდ თავის ენაზე ლაპარაკიან წერა-კითხვა იცის, არამედ მან იცის ქართულიც, თქვათ, ალბათ ბერძნულიც, რადგან იგი იმოწმებს პავლე მოციქულს ქართულად, იგულისხმება, რომ მას წაკითხული აქვს პავლე მოციქულის ეპისტოლეები, ანუ წერილები ქართულად ან ბერძნულად. აქედან გამომდინარე, შუშანიკი განათლებულ წმინდანად ჩანს და თანაც კიდევ ერთი რამ, მეორე ნიუანსი, რომ ამით მინიშნებულია, როგორ იცავენ ქრისტიანულ წესებს, როგორ მისდევენ ისინი იმ სწავლებას, რომელიც სამოციქულოდან გადმოგვეცა და წმინდა შუშანიკი ამ შემთხვევაში პავლეს იმოწმებს როგორც თავისი ცხოვრების საყრდენს, მოძღვარს. ამიტომ ამბობს, რომ პავლე მოციქულისგან ასე მას მიესო, არა დამონებულარს ძმა იგინა დაი, არამედ განეყენენ. ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანები არ არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი. ადამიანი ცხონდება მიუხედავად იმისა, მისი მშობელი წაწყდა თუ ცხონდა, ან მისი მეუღლე თუ მისი შვილი. და სწორედ ეს თქვა წმინდა შუშანიკმა ამ შემთხვევაში, მან დაიმოწმა პავლე, იმიტომ რომ ესე ეთქვა, რომ ვარსქენ პიტიახში ცხონდება თუ წაწყდება, ეს სულაც არ გულისხმობს სავალდებულო პრინციპით, რომ წმინდა შუშანიკიც, ანუ მისი მეუღლეც უნდა წაწყდეს. ამაზე უკვე იაკობ ხუცესმა საბოლოოდ კურთხევად უთხრა: ეგრეთ არსო, ხნეიყავი, მომთმინე და სულგრძელ. ანუ აი ამითი მან მოთმინებისა და სულგრძელებისათვის მოუწოდა, დედოფალი გაამხნევა და უთხრა საბოლოოდ ამ საუბრიდან გამომდინარე, რომ წმინდა შუშანიკის ღვაწლი ყველასათვის გასაგები ღვაწლი უნდა ყოფილიყო, ის მისაბაძი მაგალითი უნდა ყოფილიყო და საქართველოსათვის, ქართლისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას. ამავე საუბრის დროს, ჯერ ვიდრე სიტყვა საშინა ვიყვენითო, იაკობ ხუცესი ამბობს, გამოჩნდა ვინმე სპარსი. ამ სპარსის სახელი ნაწარმოების მიხედვით ცნობილი არ არის, მაგრამ საინტერესო პერსონაჟია ძალიან, რადგან პირველ რიგში მიგვანიშნებს იმაზე, რომ იგი მეთვალყურეა პეროზისა, რომ ვარსქენ პიტიახშმა რაიმე ისეთი არ მოიმოქმედოს, რაც სპარსეთის სამეფო კარისათვის იქნება მიუღებელი და თუ დავაკვირდებით ამ სპარსს, აბსოლუტურად ყველაფერი იცის, რაც კი სასახლეში ხდება, სულ 3 ეპიზოდში გამოჩნდება იგი და 3-ვეში გამოაჩენს, როგორი ცოდნა
აქვს მას ყველაფრის, რაც ქართლში მიმდინარეობს და როგორ წარმართავს იგი ფაქტობრივად ვარსქენ პიტიახშის ცხოვრების გზას, რადგან ვარსქენი, რომელსაც საერთოდ არ აქვს უნარი ვინმეს რამე დაუჯეროს, ვინმეს რამე მოისმინოს ან გაითვალისწინოს, სპარსს ყველაფერს უჯერებს, როგორც წესი. იმიტომ კი არა ვთქვათ, რომ სპარსი ჭკვიანია ან მის თვალში ავტორიტეტი აქვს. ანემედ იმიტომ, რომ იგულისხმება მის უკან დგომი პეროს მეფე და ვარსქენმა იცის, რომ პეროსთან ურთიერთობის წახდენა თუ არ უნდა, მან ამ სპარსს უნდა დაუჯეროს. გამოჩნდა სპარსი პირველად აი ამ ნაწარმოებში და წმინდა დედოფალი იმ წუთშივე შეატყობს, რომ ის არის ვარსქენის გამოგზავნილი კაცი, ის არის ვარსქენის თანამზრახველი, ამიტომ მან მოიზღუდა თავი და ამ სპარსისაგან ლიქნით, ანუ თვალთმაქცურად ნათქვამ სიტყვებს ყური არ ათხოვა. სპარსი ერთი შეხედვით კარგს ეუბნება დედოფალს, ცრემლიანი ხმით ეუბნება, რომ ეს სახლიო მშვიდობისაო, როგორი კარგი სახლი იყო და როგორ ტკივილის სახლად გადაქცეულაო. ანუ თითქოს ის დედოფლის მხარეს არის და თითქოს განიცდის იმ ურთიერთობას, მძიმეს, რომელიც გაჩნდა ვარსქენ პიტიახშსა და წმინდა შუშანიკს შორის. მაგრამ წმინდა შუშანიკი უკვე გამხნევებული, უკვე მოძღვართან საუბრის შემდეგ გაძლიერებული, აი ამ სპარს მის ნათქვამს და მის სიტყვებს ყურად არიღებს და მოიზღუდა თავითვისი მტკიცედ, ანუ დაიფარა თავი იმ განსაცდელისაგან, რომელიც სპარსისაგან შესაძლოა ყოფილიყო მომდინარე. კიდევ ორ ეპიზოდშია სპარსი და ამის შესახებ აქვე ვთქვათ. ერთხელ იგი გამოჩნდება პურობის შემდეგ, როდესაც ნაცემნაბეგვი შუშანიკი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებული მეუღლემ ერთ-ერთ ოთახში გამოკეტა და ყველას უბრძანა, რომ მისთვის ბორკილები დაედოთ და თუ ვინმეს შეუშვებდნენ მასთან სანახავად სიკვდილით დაესაჯათ მცველი, ვინც ეურჩებოდა მას ამ თვალსაზრისით და მაშინვე გამოჩნდა სპარსი, რომელმაც ვარსქენს სთხოვა, რომ ბორკილები მოეხსნა შუშანიკისათვის. და კიდევ ერთი რამ, სპარსი გამოჩნდება კიდევ ერთ ეპიზოდში, როცა ვარსქენი ბრუნდება სპარსეთიდან, პირველი ადამიანი, ვინც მასთან მიდის და ეუბნება, რომ შუშანიკი წასულია სასახლიდან და შენ მას ცუდ სიტყვებს, ნურაფერს ეტყვი, ან ნურას ფიცხელსა სიტყვასა ეტყვი. რამე თუ დედათა ბუნება იწრო არსო, ანუ რადგან ქალი სათუთია, სათნოა, ჩვენებურად რო ვთქვათ, აი ამიტომ ნურაფერს ცუდს ეტყვიო, აი აქაც გამოჩნდება სპარსი. თუ დავაკვირდებით ერთი შეხედვით, სპარსი თითქოს კეთილის მყოფელიც კი ჩანს. პირველ ეპიზოდში მას თითქოს წინს, რომ სასახლეში მშვიდობის ნაცვლად დაპირისპირებამ ურთიერთის სიძულვმა დაისადგურა. მეორე შემთხვევაში მას სურს, რომ შუშანიკი განთავისუფლდეს ბორკილებისაგან და ტკივილი აერიდოს და მესამე შემთხვევაში თითქოს აფრთხილებს ვარსქენს, რომ მან რაიმე საშინელება არ ჩაიდინოს თავისი მეუღლის წინააღმდეგ. თუმცა თუ დაუკვირდებით, სამივეს აქვს გარკვეული ქვეტექსტი, შეფარული ზრახვა სპარსისა ჩანს. სამივე შემთხვევის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას სურს კარგი კაცის ავტორიტეტი ჰქონდეს ქართლში. რადგან როგორც ჩანს, სპარსული პოლიტიკა არ ცდილობს იმას, რომ ძალიან დაძაბული, დაჭიმული და დაპირისპირებული ურთიერთობა ჰქონდეს ქართლის მოსახლეობასთან. მათ თითქოს სურთ, რომ კარგ ადამიანებად აჩვენონ თავი და ძალაუნებურად უკეთესად განეწყოს ქართლის მოსახლეობა მათდამი, ვიდრე განეწყობოდა ზოგადად მებრძოლი, თავდამსხმელი მტრის წინააღმდეგ. სამივე ეპიზოდში იგი ამიტომ კარგი კაცის როლს თამაშობს, თუმცა ვარსქენთან საუბრის დროს აჩენს, რომ მისთვის ცნობილია ვარსქენის დაპირისპირება ცოლთან და ცნობილია ისიც, რომ ცოლი მას არ ემორჩილება. რატომ სჭირდება მას ამისი ხაზგასმა? იმიტომ, რომ ვარსქენი პეროს დაჰპირდა, რომ ცოლსაც და შვილებსაც გაამაზდიანებდა. აქედან გამომდინარე, თუ ვარსქენი ამას არ იზამს, ცხადია იგი სიტყვას ტეხს პეროზისთვის მიცემულს და ვერ გამოდის ისეთი პიტიახში, როგორიც სურდა პეროს მისი სახით ეხილა.
ანუ სპარსი შეახსენებს ვარსქენს თავის მოვალეობას ამითი და იძულებულს ხდის შუშანიკის მიმართ ცოტა უფრო მკაცრი ზომები გაატაროს, თუმცა გარეგნულად კი სხვას ეუბნება. ანუ ეს არის ერთგვარი დამახასიათებელი მოვლენა მტრისა, რომელიც თვალთ მაქცობს, გარეგნულად სხვა სახეს ამჟღავნებს და შიგნით და ფარულად მას ძალიან მძიმე მიზნები და შორს მიმავალი სურვილები აქვს. მეოთხე თავი ნაწარმოებისა იმით იწყება, რომ ჩამოვიდა ვარსქენი და მას დაელაპარაკა სპარსი, რომლის შესახებაც უკვე მოგახსენეთ და სთხოვა, რომ არ მიეღო გადაწყვეტილება რაიმე მწარე და ცუდი დედოფლის წინააღმდეგ. მაგრამ ვარსქენმა პოლიტიკა შეცვალა და იგი საოცრად მოიქცა. ამ შემთხვევაში ჩანს თვითონაც როგორი თვალთმაქცი და როგორი გაიძვერა. მან დაიბარა სასულიერო პირები, სიხარულით და ღიმილით შეხვდა, ისე რომ დააბნია კიდეც ისინი თუ კარგად დაუკვირდებით ტექსტს, იმიტომ რომ ცხადია რომ მოღალატე იყო, ცხადია რომ მისი მიზანი იყო სარწმუნოების შეცვლა ქართლში და ამ დროს ასეთი შეხვედრა ღიმილით, კეთილგანწყობით ცოტა არ იყოს დამაბნეველი აღმოჩნდა და სასულიერო პირებმა ეჭვითაც კი კითხეს, წარწმიდე თავის შენი და ჩვენცაც აღწმიდენო? ანუ მათ თითქოს ეჭვიც კი გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვარსქენმა მართლა გადადგა თუ არა ეს ნაბიჯი სულის წარსაწყმედი. მაშინ ვარსქენმა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დედოფლისთვის გადაებრალებინა, ეს ნათქვამი ხუცესებისა მან უყურადღებოდ დატოვა და დაიწყო ბობოქრობა იმასთან დაკავშირებით, თუ დედოფალმა როგორ გაუბედა მას, დაუკითხავად წასულიყო სახლიდან, მას როგორც ქმარს, რატომ მიაყენა ასეთი შეურაცხყოფა და პირდაპირ დაავალა ხუცესებს, მისულიყვნენ წმინდა შუშანიკთან და გადაეცათ მისთვის, რომ ჩემი ხატი დაამხე, საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხვად წარსულ ხარო, რაც ნიშნავს, რომ შენ მე შეურაცხმყავი, როგორც პიროვნება და მეუღლე, შენ ჩვენი ოჯახი დაანგრიე. ჩვენ საგებელს, ანუ ჩვენ სარეცელს, საწოლს ნაცარი გადააყარე, ანუ უარყავი ის სიყვარული, რომელიც ცოლ-ქმარ შორის უნდა არსებობდეს და შენი ადგილი, ანუ სადედოფლო ადგილი მიატოვე და სადღაც სხვაგან წახვედი. ვარსქენს ამ შემთხვევაში აქვს ერთადერთი მიზანი. ხალხის თვალში უნდა დედოფალი გამოიყვანოს დამნაშავედ. ანუ უნდა თქვას, რომ აი თვითონ რა კარგი ქმარია, თვითონ როგორ ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას. დედოფალი კი გაექცა. დედოფალმა თავისი ცოლქმრული მოვალეობა არ შეასრულა და უარყო ის ყველაფერი, უარყო სიყვარული და ჯვრისწერის კანონი, რომელიც მათ შორის, როგორც მეუღლეებს შორის არსებობს. წმინდა შუშანიკმა ამასთან დაკავშირებით უპასუხა ძალიან ბრძნულად, კერძოდ გეუბნება არათუ მე აღმემართა ხატი იგი და მე მცა დავამხუ. ანუ მე კი არ შემიქმნია შენი ხატი, ანუ შენი პიროვნება, შენი ღირსება, შენი კაცობა, რომ ის მე დამენგრია, არამედ ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი თავის სულიერ მდგომარეობაზე, თავის ღირსებაზე და მიანიშნებს ამით შუშანიკი, რომ თვითონ ვარსქენმა უარყო თავისი პიროვნული ღირებულებანი და თვითონ შეიქმნა რაღაცნაირად უზნეო კაცის იმიჯი, რადგან როცა ადამიანი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს ან და ვერ ინარჩუნებს თავის ღირსებებსა და ღირებულებებს, ის თვითონ მოქმედებს საკუთარი თავის წინააღმდეგ. და ამავე დროს გაუგზელა შუშანიკმა, რომ არამხოლოდ მისი ხატის დამხობაში არ იყო დედოფალი დამნაშავე, არამედ იგი ვარსქენს ექცეოდა როგორც ორი მამის წინააღმდეგ მოქმედ ურჩ შვილს. ორიოდე სიტყვით გეტყვით, რომ ერთი მამა ნებისმიერი ადამიანისთვის არის მამა ღმერთი, ვინც ჩვენ სულის თაგვბერა. მეორე მამა ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის არის ადამი, ვისგანაც მოვდივართ. ამ შემთხვევაში თუ კერძო მაგალითზე განვაზოგადებთ, იგულისხმება ერთი მამა არშუშაპიტიახში ვარსქენის მამა და მეორე მამა მამა ღმერთი, ანუ ჩვენი სულიერი მამა, ყველას იმიც კი თავს ქრისტიანად მიიჩნევს. აი ამიტომაც შუშანიკი ეუბნება მამამან შენმან, გულისხმობს ამ შემთხვევაში არშუშას, ეკლესიები აღაშენა, შენ კი ეკლესიები დაანგრიე და დევები შემოიხვიეო. მამამან შენმან ღმერთი ჭეშმარიტი აღიარა, შენ კი ამ ღმერთის წინააღმდეგ
დაიწყე მოქმედება და უარი თქვი მასზეო. ანუ აი ამით წმინდა შუშანიკი გააგებინებს ვარსქენს, რომ ის ერთბაშად არის ქართველთა მოღალატეც, რადგან მამამისის გზას გადაუხვია და უფლის მოღალატეც, რადგან სარწმუნოებრივ გზას გადაუხვია. ამიტომ მისი დასკვნა იყო სრულიად ბუნებრივი. ვითარცა შენ შემოქმედი შენი უარყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხყავ და თუ მრავალი ტანჯვაი მოაწიო ჩემზე და მე არავეზიარო საქმეთა შენთა. ანუ როცა ახსნა დედოფალმა, რომ იგი იმიტომ კი არ წავიდა სახლიდან, რომ ოჯახის დანგრევა უნდოდა, არამედ იგი განუდგა ქრისტიანობის უარყოფელ და მამულის წინააღმდეგ, მამულის აუცილებლობის წინააღმდეგ მოქმედ ქმარს. მას სხვა გზა არ ქონდა დარჩენილი, როგორც დედოფალსაც და როგორც მეუღლესაც. ამით გაიმართლა თავი, ვარსქენმა ვერაფერი უპასუხა ამაზე, მხოლოდ განიწყო გული და იბრძღვენდა მისთვისო. ანუ ჩვენებურად რო ვთქვათ, მეტისმეტად განრისხდა და ბრდღვინავდა განრისხებული, იმიტომ რომ მან არ იცოდა რა მიეგო დედოფლისთვის, რომელიც მართალი იყო ამ შემთხვევაში მასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. გმადლობთ ყურადღებისთვის.